ნამდვილი ჩემპიონი, ქართველი და სულით მებრძოლი ილია თოფურია ამურთულეს პერიოდში ტურების მსხვერპლად იქცა. მას ერთდროულად უტევენ ყველა მხრიდან. პედი პიმბლეტი იმუქრება. როდესაც ილია დაბრუნდება, მას სახეს გაუნგრევ. ისლამ მახაჩევი, რომელიც ფორეს გამპივით გაურბოდა ილიას, ახლა იწვევს ბრძოლაში და ამბობს, რომ ილია უნდა გადავიდეს მის წონაში, რადგან თავად არ აპირებს წონის გამოცვლას. ხოლო სომეხი მებრძოლი არმან ცარუკიანი ამბობს, რომ UFC მას უმალავს ილია თოფურიას, რადგან იციან, რომ მისთვის მარტივი ლუკმა იქნება. რა ვითარებაა ილიას გარშემო და საერთოდ რა არის გამოსავალი ამ სიტუაციაში? უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც მერაბ დვალიშვილმა ოქტაგონზე ათრია და მისი თიატაკი გაწმინდა, აკეთებს ირონიულ განცხადებას და ამბობს: მერაბი კიდევ 10-ჯერ რომ შეხვდეს რუს მებრძოლ პიოტრიანს, 10-ვეჯერ დამარცხდება. მოკლედ იაფასიანმა ტურებმა დრო გამონახეს, სანამ ჩვენ მებრძოლებს რთული პერიოდი აქვთ და ამით სარგებლობენ. დადგა 2026 წელი. დავიწყოთ ის პოზიტიურად, ახალი მიზნებით და სურვილებით. რაც უცვლელია, არის ის, რომ ვცდილობ თქვენთვის ცეცხლოვანი ინფორმაციები მოვიძიო და გავაკეთო საინტერესო კონტენტი, რაც მე მგონი გამომდის. ამიტომ მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი. შენ ეს მხოლოდ 3 წამს წაგართმევს არხს კი ზრდაში დაეხმარები. წინა ვიდეოებმა დიდი გამოხმაურება და მოწონება გამოიწვია. ამჯერად ჩვენი მიზანია 1500 მოწონებაზე ასვლა. სტაბილურობას ვინარჩუნებთ და მზად ვართ თქვენთან ერთად განვავითაროთ სპორტი. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ზრდის ჯანსაღ და სპორტსმენებით სავსე თაობას. ამიტომ თქვენი აქტიურობა, კომენტარების, ლაიქების და არხის გამოწერის სახით ამ ყველაფერს ნაწილობრივ ხელს უწყობს. ეს არის არხი ფუტვიჟენი. კომფორტულად მოკალათდით და დავიწყოთ. პიმბლეტი თოფურიაზე. მინდა დავამტკიცო, რომ ის ზედმეტად პატარაა ჩემს დასამარცხებლად. ჩემთვის ისლამი pound for pound რეიტინგის ნომერ 1 მებრძოლია, ილია კი მეორე. მინდა ილია დავამარცხო და თავად მოვხვდე ამ სიაში. მინდა ყველას ვუჩვენო თუ რატომ არსებობს საერთოდ წონითი კატეგორიები და დავამტკიცო, რომ ის უბრალოდ ზედმეტად პატარაა ჩემს დასამარცხებლად. განაცხადა პიმბლეტმა ზემაკ ლაიფთან ინტერვიუში. პედიმ ასევე TNT სპორტთანაც ისაუბრა. ვიცი, რომ ილიას ბევრი რამის გადატანა უწევს და მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს ჩხუბთან, ან გალიაში ყოფნასთან. იმედი მაქვს მის ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იქნება, მაგრამ როდესაც ის საბოლოოდ დაბრუნდება და გალიაში შევა, სახეს გავუნგრევ. მანამდე კი, როცა ამ ქამარს მოვიგებ, მე ვიქნები ჩემპიონი. სანამ ის გალიის გარეთაა მსუბუქი წონის ჩემპიონი მე ვარ. მე ასე ვხედავ. განაცხადა პედი პიმბლეტმა. მებრძოლის ამბიციები გასაგებია, მაგრამ ასევე დასაფასებელია, რომ პიმბლეტი შედის ილიას ოჯახურ მდგომარეობაში და უკვე არაერთხელ გამოხატა მისი გვერდში დგომა. არმანისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ იმით არსებობს, სადმე რამე თქოს ცუდი ილიაზე. ძლიერი მებრძოლია, ნამდვილად, მაგრამ ასეთი დაბალი დონის ემპათია როგორ ან საიდან, მით უმეტეს თვითონაც საქართველოში დაიბადა. ბოლო დროს სომეხი მებრძოლი ძალიან გააქტიურდა და ბევრ გადაცემაში იყო მისული. ერთ-ერთი იყო არიელ ჰალვანის გადაცემა, სადაც ცარუკიანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ UFC მაქსიმუმს აკეთებს, რათა ილია თოფურია მასთან არ აჩხუბონ. მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება მინდა, მაგრამ არ ვაპირებ დიდხანს მოვიცადო. ილია თოფურია წელიწადში ერთხელ ჩხუბობს. შესაძლებელია ივნისში ტიტული დაიცვას და შემდეგ თქვას მომდევნო ივნისამდე არ ვიჩხუბებ. ამ შემთხვევაში მე რა გავაკეთო? ძალიან ახალგაზრდა არ ვარ, რომ დიდხანს მოვიცადო და კარგი იქნება თუ BMF-ის ქამრისთვის ბრძოლას მომცემენ. მაქს ჰოლოვეი ან ჩარლზ ოლივეირა, ორივე კარგი ვარიანტია. ყველა მებრძოლს გამარჯვება უნდა, მაგრამ UFC მიცის, რომ ამ სპორტში დონეები არსებობს. მათ იციან, რომ ილიას დამარცხება შემიძლია. ამ მომენტისთვის ის დიდი სახელის მქონე მებრძოლია და UFC ცდილობს გამაჩეროს, რათა მასთან არ მივიდე. დაამარცხებს ილია პედი პიმბლეტს? კი. დაამარცხებს ილია ჯასტინ გეიჯის? კი. დამამარცხებს ილია მე? ვერანაირად. შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართა და დომინანტურ სტილში მეორე რაუნდში გაფორმებული მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა. არმანის მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მსუბუქ წონაში კი 25 იანვარს დროებითი საჩემპიონო გამრისთვის. ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იჩხუბებენ. უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილის შესაძლებლობებს სათანადოდ არასდროს აფასებდა, რის გამოც ქართველმა მანქანამ დაღესტნელი მებრძოლი ერთხელ უკვე სამაგალითოდ დასაჯა. თუმცა უმარი გაჩუმებული დიდხანს არ ყოფილა და მერაბის პირველივე
საფეხის დაცდენისთანავე მისი სუსტეებზე დაიწყო საუბარი. შეკითხვაზე თუ რამდენად არსებობს შანსი იმისა, რომ 2026 წელს დვალიშვილმა დაკარგული ქამარი დაიბრუნოს და პიოტრიანი რემატჩში დაამარცხოს, უმცროსმა ნურმაგომედოვმა ასეთი პასუხი გასცა. მაშინაც კი თუ მერაბი 6 თვე დაისვენებს და იანს კიდევ ერთხელ და კიდევ 10-ჯერ რომ შეხვდეს, ყველა შემთხვევაში დამარცხდება, რადგან პიოტრი უმაღლესი კლასის მებრძოლია. ვაფასებ დვალიშვილს და იმ გზასაც, რაც მან გაიარა, მაგრამ იანს უკეთესი კრივი აქვს. მერაბი უფრო კაია ჭიდაობაში, თუმცა მას შემტევი გრეპლინგის უნარები არ გააჩნია. დაჭერა, შეკვრა, ზურგის აღება, მტკივნეული ილეთის გაკეთება. ეს ყველაფერი ქართველის არსენალში არ შედის, რის გამოც იანს ვეღარას დროს დაამარცხებს. არ ვიცი როგორ ჩანს ეს თქვენთვის, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეს ძალიან დაბალი დონის მანიშნებელია, როდესაც მებრძოლს აშკარად არ აქვს საკუთარი თავის იმედი. გაბოროტებულია იმაზე, რომ მერაბმა ათრია და იმის მაგივრად განვითარდეს, აჯობოს და უკეთესი გახდეს. ზის და ტკბება მისი მარცხით და იმ მებრძოლის ქება დიდებაშია, რომელმაც შეძლო ის, რაც თავად უმარმა ვერ. ჩვეულებრივი შაკალია, ის ხაბიბთან ახლოსაც არაა. არ ვამბობ, რომ ხაბიბი იდეალურია, თუმცა მსგავსი დამოკიდებულებები მისგან არ მახსენდება. UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ჩაბი ალონსოს გაშვებას გამოეხმაურა და მეტად მკვეთრი განცხადება გააკეთა. არ აქვს მნიშვნელობა სავარჯიშო დარბაზში ხარ თუ საფეხბურთო მოედანზე, არც იმას აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი ხარ თუ მებრძოლი. მთავარი, ყოველთვის მთავარი მწვრთნელია, მაგრამ თუ გუნდში გყავს ისეთი ხალხი, რომლებიც შენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე არ დგახარ. ფიქრობ, ჩაბი ალონსო თანამედროვეობის სამ საუკეთესო მწვრთნელში შედის. თუ გუნდმა ვერ იმუშავა, მწვრთნელი კი არა ფეხბურთელებია შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ რეალის ამ შემადგენლობას ვერც ერთი მწვრთნელი ვერ გაუმკლავდება. ყველა რთულად სამართავი ფეხბურთელის მოშორებაა საჭირო. 1 წლის წინ რეალი ალონსოს ეხვეწებოდა და ახლა ამ ავადმყოფი ბავშვების გამო გაათავისუფლეს. ჩაბი საუკეთესო ხარ. ჩაბი ალონსოს დათხოვნის შემდეგ რეალში ახალი მწვრთნელის შესახებ ყოველდღიურად ახალი ინფორმაცია ჩნდება. ყველა ხვდება, რომ ალვარო არბელოას სამეფო კლუბის დიდი ხნით ჩაბარება გაუჭირდება და ის მხოლოდ დროებითი მწვრთნელია. კლუბის შიგნით ძიება ფოკუსირებულია უფრო დიდი პრესტიჟისა და საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მწვრთნელზე. განიხილება ისეთი სახელები, როგორიცაა იურგენ კლოპი და ენცო მარესკა. პროფილები, რომლებიც მიიჩნევიან ძალად, რომელთაც ბერნაბეუზე ახალი ციკლის გაძღოლა შეუძლიათ. წერს კოპე, მადრიდის რეალზე. თუმცა ამ ვარიანტების მიღმა გავრცელებული ინფორმაციით ხელმძღვანელობის დონეზე ბევრად უფრო გამაოგნებელი იდეა იკვეთება. ალფრედო რელანიოს თქმით, რომელიც კოპეს ეთერში საუბრობდა, ფლორენტინო პერეს გონებაში მკაფიო საბოლოო მიზანი აქვს ჟოზე მოურინიოს დაბრუნება. პორტუგალიელი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად ბენფიკაშია, ტურბულენტურ სიტუაციაში იმყოფება, რაც შესაძლოა მალე მისი წასვლით დასრულდეს. მისი მთავარი მიზანი მოურინიოს დაბრუნებაა. ის ერთადერთი მწვრთნელია, რომლითაც ფლორენტინო მართლაც კმაყოფილი იყო. სულაც არ გამიკვირდება თუ ის დაბრუნდება. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. ვის მიიჩნევთ ამ ეტაპზე ისეთ მწვრთნელად, რომელსაც შეუძლია მოვიდეს მადრიდის რეალში, განმოხტოს სიტუაცია, ყველაფერი დაალაგოს თავის ადგილებზე და დაიწყოს ტიტულების მოგება. ჩემი აზრით, ჩამოთვლილთაგან იურგენ კლოპი და ჟოზე მოურინიო ნორმალური ვარიანტებია, თუმცა არ დაგვაუწყდეს ზინედინ ზიდანიც, რომელიც გარდა იმისა, რომ მადრიდის რეალის ლეგენდაა, გარდა იმისა, რომ მწვრთნელადაც ივარგა და 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგო ზედიზედ, ფრანგია, ხოლო გუნდში საკმაოდ ბევრი ფრანგი მოთამაშეა, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ქიმია კიდევ უფრო ბევრად კარგი იქნება. მოკლედ რომ თქვა, ველოდებით თქვენ აზრებს კომენტარებში. ჩვენი დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა. რა თქმა უნდა სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენთვის რაიმე სიახლე მიიღეთ, ან როგორც მინიმუმ ისი ამოვნეთ ამ ვიდეოს ყურებით. მადლობა რომ ჩვენთან ხართ. დარწმუნებული ვარ, რომ ვიდეო უკვე დალაიქებული გაქვს და არხიც გამოწერილი. ახლა კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.